record of 9 wins and 2 losses. წავაგე მაინც ავდგები, მაინც ვიჭყვე, რაღაცას მაინც მოვიგებ. არა შეუძლებლად იღებდნენ ჩემს ამ გადაწყვეტილებებს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მე დავასერიოზულე ყველაფერი. არ ქონდა დაფინანსება, მხარდაჭერა, მიჭირდა. პირველი იყო ფეხბურთი, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. შემდეგ გავაგრძელე ძიუდოთი. დავინტერესდი ცოტა მეთქი ძალისმიერი სპორტი ვნახოთ. პრიზიორი გავხდი, ვიცე-ჩემპიონი და ათასი რაღაცების მფლობელი, ასე ვთქვათ. შემდეგ დავიწყე ბოქსი და მე იმ ბოქსიდან უკვე გადავედი ამ სფეროში. პატრონი მყავდა თქო და MMA-ში გადავედი. ჩემი წვრთნელებიანად თქო არა. მეგონა რაღაცას გავქაჩავდი, მაინც ვიზამდი ჩემს ოცნებებს ავისრულებდი. მივიყვანე ეს აქამდე 60% გაკეთებული მაქვს, რაც საჭირო იყო. მამისგან იყო ესეთი რაღაცები, რომ ადგილდა და არადა ჩემი მშობლები სპორტსმენები იყვნენ. დედაჩემი ტაიკვანდოისტი იყო და თან ცეკვავდა, ქორეოგრაფი ყავდა მამა. მამა ჩემი კარატესაც ჩხუბობდა და ფეხბურთსაც თამაშობდა. მაინც ჩემსაც მივაწექი, მაინც ჩემი გავიტანე. მე მაგალითად სიდნელე გავიარე ის, რომ მიჭირდა თან ვარჯიში და თან მუშაობა ცოტა რთული იყო მაშინ, მაგრამ ყველგან ჩემი ნამუშევარი ფული არასდროს არ დამიხარჯია საჭმელში. ესე რომ თქვა ესე უხეშად ნახევრად შეედი სპორტსმენი ვიყავ. იმტანად მუშაობდი. მე ბარმენად. არ მქონდა ფინანსები და მინდოდა რომ ეს ფინანსები თან მემუშავა, ისე მომეპოვებინა. თან რომ უნდა მემუშავა, თან უნდა მევარჯიშა უკვე ძალიან დავიღალე. ესეკვაც მივატოვე, სიმღერა მივატოვე, ყველაფერი რასაც სწავლობდი. ყველაფერი მივატოვე ამ სპორტის გამო. 17 წლის ასაკში ხო დაიწყო ჩემი MMA-ის კარიერა. პირველი ბრძოლა წავაგე. მაგრამ რომ დავინახე უკვე რომ შემეძლო უკვე იმდენ რაღაცა მქონდა გაკეთებული, კარგადაც გავედი ოქტაგონზე მხიარულად, თავდაჯერებულად. მე რაღაცა შემიძლია და მას გავაკეთებულ ეჭველი. პირველი კლუბი სადაც დაგიძახეს? Koran Fight Club ნაკრებში პირდაპირ MMA-ში. დიხ, MMA-ს. და შემდეგ გავაგრძელე ამ კლუბში, შირიას აკადემიაში. მარიამ ტორჩინაო არის დაახლოებით 6 თვე, რაც ჩვენ კლუბში მოვიდა სავარჯიშოდ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპორტსმენი არის ქართველი გოგონა მებრძოლი. ძალიან ბევრ შრომობთ იმისათვის, რომ მივახციეთ ბევრ წარმატებას, დავიპყროთ უმაღლესი მწვერვალები, რადგან მარიამს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს. EFL-ში მოხვდი, ევროპულ ორგანიზაციაში, UEFA-მდე, მაგარი ორგანიზაცია არის, სადაც ვიბრძოლე, მასამტყურო წავაგე. პირველივე რაუნდში მე-13 წუთზე მახრჩობელა ილეცით. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე რთული გამოწვევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ორგანიზაცია არის და ძალიან მაგარ გოგოსთან ჩამსვეს, ისიც პირველი ნომერი იყო თავის ქვეყანაში და მე ჩემს ქვეყანაში ეხლაც პირველი ნომერი ვარ და მაშინაც პირველი ნომერი ვიყავი და ამიტომაც დაყვაჯინეს. ძალიან ბევრი ვიტირე, ძალიან ნერვიულე. არტივი ვარ ზოგადად მე ჩულების წაგების გამო.
ვფიქრობ, რომ შემეძლო და ვერ გავაკეთე, აი მაგიტომ ვიტირე. სენაკისმენი სოფლის ზემოხოცხაში. მამაზი ადგილია. იქ როგორ ხდებია? აი სულ წარმატებულს მისურვებენ, ისე უხარიათ, რომ არასოდეს არ ეგონათ მაგათ, რომ მე ესეთ სოფლიდან ფოცხოდან რომ ამდენ რაღაცას მივაღწევია. ჩემი დები განსაკუთრებით წერენ ესეთ რაღაცას, რომ მარი მთელი სოფელი შენ გიყურებს, მიდი უეჭველი და გაიმარჯო, გალახე, მოკალი ცემიდი. ეოთხალში მაზოხისტო დამაცადე. ვინ ყავს ისეთი ხალი MMA-ის მებრძოლები, ვინც მისამბაძია, ესე ვთქვა, სწორი იქნება? ქართველი თუ ზოგადად? არა. ამანდა ნუნესი მიყვარდა, აი ჩემნაირი რაღაცნაირი ჭხლართი მებრძოლია ის, საიდან ანაიადიქნებს ხელს ვერ გაიგება, ზუსტად ეგეთი ვარ მეც. და მაგიტომ მომწონს ამანდა ნუნესი ჩემთვის ყველაზე კარგი მებრძოლია ის. როგორ დაახასიათებდი შენ დროს? ძალიან ემოციური ვარ, ნერვოზიანი, ემოციური და გიჟგადარეული. გიჟგადარეული. აი ესე დავახასიათებდი. საყვარელიც ვარ. ხანდახან. და რა ვიცი. პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ, რომ რა ვიცი, ხელი არ დაგვამწრებს. ხელები ზემოთ. აი, სხვადასხვა რაღაცები ვისწავლე, სხვადაგრეც კი არ არის. ცოტა ქვევით? ყვასთან? დავარ. მაშინ ისინი მჭირდება შენ. მოდი. ნახე ეხლა რა უქნა. ორი, დავიდა.